ფორმულა 1-ის მასპინძლობა ძალიან გავს სახში ბურგერის მომზადებას. ორივე შუა პროცესში აუცილებლად დაფიქრდები, რამდენად გიღრის ამდენი რაღაცის ყიდვა. იქნებ უბრალოდ გამზადებული გამოიძახო. განსხვავებით ჩიზბურგერისგან მონაკოს ნახალოვკაში არავინ მოგიტანს, მაგრამ ნახოთ, იქნებ აღარც ბევრი ვიკლია. საქართველოს ქვეყანაა, სადაც სწრაფი მხოლოდ ქუჩის ძაღლები, დაშლილი მანქანები და ორსადარბაზოიანი ავტობუსები არიან. ფორმულა 1-ის მასპინძლობა ასეთი ქვეყნისთვის კიდევ კოსმოსში ხინკლის გაშვებას გავს. ორივე ძალიან მაგარია, მაგრამ რაღაცა ვერა. ხო, ხინკალი საქართველოს ვიდეოში აუცილებლად უნდა მეხსენებინა და თავიდანვე მოვიშორე. დღევანდელ რეალობაში სიტყვა შეუძლებელმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა. აქამდე თუ მიუღწეველი კიბოს განკურნება იყო, ჩვენ უბრალოდ ზედმეტი 9 მილიარდი არ გვაქვს. იმისათვის რომ მაქს ვერსტაპენი გორში ჩამოვიყვანოთ და სტალინის სახლ-მუზეუმთან დერეს გახსნილზე ჯორჯ რასელისთვის გადავასწრებინოთ. ჩემი ჭკვიანი მაყურებელი აუცილებლად მიხვდებოდა რომ მთავარი პრობლემა ფინანსებია. განსხვავებით ჩვენნაირი ხალხისგან, ვისთვისაც ფორმულა 1 უბრალოდ მშვენიერი გასართობია, შაბათ-კვირის კატალოგების უკან უამრავი სირთულე იმალება. დაწყებული ლოჯისტიკით, დამთავრებული ისეთი დეტალებით, რომელსაც წინასწარ ფიზიკურად ვერ გათვლი. და ამ არარსებული სიის საბოლოო ჯამი იმაზე მეტად იწელება, ვიდრე მონაკოს ბოლოს 70 წრე. დიახ, გაგიკვირდება და გრან-პრის მასპინძლობას იმაზე გაცილებით მეტი სჭირდება, ვიდრე 17 მოსახვევი და 2 DRS-ის ზონა. ამ ყველაფრის რესურსი ქვეყანას აქვს თუ არა, მოდი ერთად მოვჩოთქოთ. ფორმულა 1-ის კალენდარში უამრავი საბოლოო ტრასა გვინახავს. ზოგი კარგია, ზოგი მაღალი, ზოგი საერთოდ გადაკეტილი ქუჩაა. მაგრამ თითოეულ მათგანს ერთი საერთო აქვს. ყველა FIA-ს პირველი კლასის ტრეკია. ხო, ტრასის კლასის რიგითობა საერთოდ არა იმაზე დამოკიდებული სკოლაში 5 წლისას შეიყვანენ თუ 6-ის. გასათვალისწინებელია ტრასის კონფიგურაცია, ამაღლება, დახრილობა, უსაფრთხოების ზონები, ასფალტის ხარისხი, სადინარის სისტემა, ტრიბუნები და კიდევ იმდენი რაღაცა ჩამოთვლას აზრი რო არ აქვს. ხო, თუ ფიქრობთ რომ ამ ყველაფერს საქართველოს თავს მოუყრის 400 მილიონს გაისთვის და ტრასას ხრუშოკებს შორის იმ ფეხბურთის სტადიონივით ჩააკვეხებს, სადაც კალათბურთის ფარები უკვე ჩამოტეხილია, დიდი ალბათობით ფერარის გულშემატკივარი იქნებით. და ამ შემთხვევაშიც შემდეგ წელს დაელოდეთ. კარგი, დაუშვა დაფინანსება ვიშოვეთ და მოვინდომეთ ტრეკის აშენება. ამისათვის კიდევ ადგილია მოსაზრნი. როგორც ზემოთაღრიში კორპუსებს შორის ტრასას ვერ გავაკეთებთ. ანუ თბილისი გამოირიცხა. არა და რამხელა პოტენციალი ქონდა ვარაზის ხევს რომ რედილონი ჩაინაცვლებინა. ჭავჭავაძეზე კარგ გასასწრებ ზონას გააკეთებდი, იქ რუსთავას გადაკეტავთ. აუი. მაგრამ სხვა მხრივ თბილისი მეტნაკლებად შეიძლება გამოვიყევოთ. სასტუმროების რაღაც რაოდენობა გვაქვს და აეროპორტიც. ეს ყველაფერი საკმარისი რო ყოფილიყო 2021-ში მართლა უმასპინძლებდით Drift Masters-ის ფინალს, მაგრამ იმის მერე ხო განვითარდა ქვეყანა. სამედიცინო ცენტრების უხვად გვაქვს დედაქალაქში. უმეტესობას Google Maps-ზე 4 ვარსკვლავიც არ აქვს შეფასება, მაგრამ ეს ხალხი ცოცხალია. აბა ისე რევიუებს როგორ დაუწერდნენ ქართულ ჰოლანდიურ ჰოსპიტალს. მუხიანში. ამავე მიზეზით შეგვიძლია გამოვირცხოთ ბათუმი, რადგან კალენდარში მონაკო, მაიამი და ვეგასი უკვე გვაქვს. სამაგიეროდ ვერსად ვერ შეჭამთ გიასწომ გამოცდილ აჭარულს. და ამდენ ჩამოთრეულ რუსსაც მეჭვებასადმე გადაეღაროთ. სხვადასხვა ქუთაისში ერთი წლის წინ დაანონსა ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი ტრეკის მშენებლობა, რასაც რასაკვირველია მივესალმები. მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, მხოლოდ ტრეკი არაა საკმარისი პირველი კლასის მოსაპოვებლად. აუცილებელია ზეიდეალური კავშირგაბმულობა ქალაქში. რადგან ფორმულა 1 მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ელოდება. რბოლას ხარვეზებით უყურებთ, მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ რა დაემართება გულშემატკივარს რებეკა დონალდსონი უხარისხოდ რომ გამოჩნდეს? ხოლო ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური, მაგრამ მაინც სადაუბანაობთ ვარიანტი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომია. რუსთავი და საერთაშორისო ერთიანობაში დაახლოებით ფორმულა 1-ის პილოტი ნიკიტა მაზეპინს გავს, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი ხდება. FIA-ს მეორე კლასის ტრეკი, რომელსაც ჰომოლოგაცია არანაირად აქვს ვერ გეტყვით. დიდი ალბათობით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას დავიწყდა აქაურობის შესახებ და ჩვენც მაქსიმალურად ვიყენებთ ამ ფაქტს. ტრასას არ გააჩნია არაფერი გარდა მონგრეული ტრიბუნების, გაფუჭებული ეკრანის და მიწისქვეშა გადასასვლელის, რომელიც დიდი ალბათობით Minecraft-ის მოთამაშეებს ნეზერის პორტალს მოგაგონებთ. ისე რუსთავი გამოირჩევა პორტალებით. საიდანვე წყალის რო წამოიტელეპორტიროს, არ გიფიქრიათ ისე რუსთაველებო. ტრასა 70-იან წლებში შეიქმნა და მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირის ფორმულა 3-ის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარება იყო, მაგრამ 99-ში დაიხურა. მერე 2 წელში საბჭოთა კავშირიც მიყვა. სამაგიეროდ 2012 წელს იხილა დღიშუქი ავტობაზრობის გვერდით მოტიტულებულმა ადგილმა, როდესაც ბატონმა შოთა აფხაზავამ არც აცხრა და 25 მილიონის ინვესტიცია ჩადო რუსთავის ავტოდრომში. ბატონი შოთა თუ არ იცით, დღემდე თავისი ქართულ-რუსული გუნდით Artline-ით და ყაზახური დროშით Lamborghini Super Tropheus ევროპის ჩემპიონატს დადის. თან მაგრადაც დადის. იქ ჟანტოდი ჩამოიყვანა რუსთავში, ალბათ ოთო შაურმაც აჭამეს და იაღლუჯიდანაც გადმოახედეს. რაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი რო არა დღეს ისედაც ძალიან სუსტად ყოფი ავტოსპორტი სად იქნებოდა კაცმა არ იცის. ერთად რომ შევკრათ ფორმულა 1-ის გრან-პრის მასპინძლობისთვის გვჭირდება გამართული ტრეკი, საკმარისი რაოდენობის და ხარისხიანი სასტუმროები, დიდი აეროპორტი, მეტი სამედიცინო პუნქტი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, ტექნიკური მზაობა მედიისთვის, მოხალისე მარშალთა ჯგუფი, გამართული ლოჯისტიკა და დაცვა, რადგან ძალიან დიდი ხნით ვერ ჩამოვირეცხავთ იმ სირცხულს ზოგ-ზოგიერთი ლეკლერს რო შეახდეს დახურულ პარკში.
რასაკვირველია ამ ხელა ივენთის მიღება ურთულესია, მაგრამ უფრო რთულია წარმოიდგინო როგორ იღებს შენი ქალაქი ამ ხელა ივენთს. გადახარშეთ? ამ ყველაფერს რასაკვირველია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეც აქვს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უმთავრესი შემოსავლის წყარო ტურიზმია. ხოლო წესით ეს ყველაფერი 60 უნდა იყოს ჩვენთვის. მინიმუმ 200,000 გულშემატკივარი და მომუშავე პერსონალი უსერიოზულესი განაცხადია ერთი კვირის დიაპაზონისთვის. ამასთან ერთად შეიქმნება სამუშაო ადგილები და რაც ყველაზე მთავარია ავტოსპორტის რუქაზე 2017-ის TCR-ის ბოლის მერე კიდევ ერთხელ აღმოჩნდებით. მაგრამ როგორც მედალს და 20 თეთრიანს ამ სიტუაციასაც მეორე, შედარებით ბნელი მხარეც აქვს. გრძელვადია პერსპექტივაში ეს ყველაფერი მუქთად დაუჩება. ვიეტნამი, რომელსაც 2020-ში გრან-პრის უნდა ემასპინძლა და ამისთვის ძალიან უცნაური ტრეკის ააშენეს. 10 წლიანი კონტრაქტიც გააფორმეს, რითაც 600 მილიონს გადახდა უწევდათ. უბრალოდ გაქრა. ტრასა ისევ ადგილზეა, მაგრამ არაფერი ხდება. თან ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ფორმულა 1-ის ბოლის იქ არც კი გაუულია. იქ კოვიდი დაიწყო, იქ მერი დაიჭირეს კორუფციის ბრალდებით და ეგეც შენი ვიეტნამი. ასევე რეალურად არაფერში დაგჭირდება ის მაგისტრალები და პორტის დამატება, რომელსაც FIA ასე დაჟინებით ითხოვს. ნუ კაი, სასტუმროებს და აეროპორტს რამეში გამოვიყენებთ, მაგრამ ეს ხინკლის ფორმის თასები, ავი. ახლა უკვე მშვენივრად ვიცით რა გვჭირდება ფორმულა 1-ის ან თუნდაც სხვა მაღალი დონის რბოლის მისაღებად. იმის გადაწყვეტა თუ რამდენად რეალურია ეს ყველაფერი თქვენთვის მომინდია. ან საერთოდ გვიღირს თუ არა. ხო, თუ შემდეგში არ გინდათ რომ საბჭოთა კავშირის ფორმულა 3-ის ჩემპიონატი განვიხილო, აუცილებლად დაწერეთ რაზე გსურთ მომდევნო ვიდეო. გაკოცეთ ჩუბლზე, კარგად ბრძანდებოდეთ.